წალენჯი მთელი ქვეყნის მსოფლიოსთვის მაგრამ გაცილები ძვირი ფასი ავტომატი გოლ თავით ჩვენი ასე ვთქვათ, შეხვედრის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ. რაშა ბატონო მობრძანებისთვის, წალენჯიხელებისთვის ეს დიდი პატივია, განსაკუთრებით ჩვენი სპორტსმენებისთვის, რომლისთვისაც მაგალითის მიცემი ხართ, საამაყო პატრიოტი კაცი ხართ და გარდა იმისა, რომ ჩვენი ხართ ნაკაცობა გვაქვს და ეს სხვა თემაა, ზოგადად როგორც მთელი ქვეყნის განსაკუთრებით წალენჯიხელებისთვის, თქვენი სტუმრობა ეს ძალიან ძვირფასი ასე ვთქვათ, ღონისძიება. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გითხრათ, ბევრი ახალგაზრდისთვის იმედი ხართ, ბევრი ახალგაზრდისთვის მაგალითის მომცემი ხართ და თავარია რომ შრომის მოყვარეობას ყოველთვის შედეგი მოაქვს და ამის გაცხადებული, ასე ვთქვათ, სიმბოლო ხარ. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. მე მინდა ბატონ გუბასაჯაიას, მერობის კანდიდატ წალენჯიხის ღირსეულ ქართველს, ღირსეულ მამულიშვილს, პატრიოტ კაცს სიტყვა გადავცე და ორი სიტყვით მოგესალმო. მოგესალმებით ბატონო შეკეთებთ. როგორც ბატონმა ირაკლი მძღალა, ჩვენთვის დიდი პატივია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში თითოეული წალენჯიხელისთვის და არა მარტო წალენჯიხელისთვის, თითოეული ქართველისთვის მაგალითის მიცემი ადამიანი ბრძანდებით, რომ შრომით, მონდომებით, მოტივაციით რომ გეწევა შეიძლება საუკეთესო შედეგები. და ეს შედეგები არა მარტო საქართველოსთვის არის, ხო, როგორც ყველა ვიცით და რაც მთავარია, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ და გაქვს ჩვენი ღირსება, ჩვენი ქვეყნის სახელი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის და გავიმეორებ, რომ თითოეული ახალგაზრდა, თითოეული მოზარდისთვის მაგალითის მუნცემი ბრძანდებით და მადლობა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. გაიხარეთ, მადლობა. მე მინდა ბატონ ზაურბასაძიას თხოვა სიტყვა. კოლორიტიკაცი. თავი ექიმი იყო წლების განმავლობაში, მაგრამ როგორც მე ხა მაშინ პატარა ვიყავ, არც ვიყავი და ბოქსის მოყვარული და პროფესიონალი მოკრევე იყო. ასე რომ სპორტის ნაწილში მით უმეტეს მას ეთქმის სიტყვა და ეკუთვნის კითხვას. ერთპასო მეგობრებო, გვაქვს ბედნიერება მეც თქვენთან ერთად, რომ ჩვენს გვერდით იყოს არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანი. პირველ რიგში ადამიანობით, იმიტომ რომ მე მას ვიცნობ და როგორც სპორტსმენი. მოგე ბატონ ვაშას ალბათ განსაკუთრებით შეუყვარდა წალენჯიხი, იმიტომ რომ მის სტუმრობა მეორედ არის. ფიქრობ, მაშინაც ბატონ ვაშას ჩამოყალიბება იყო ბედნიერი და ამჟამადაც უკვე ავანსად ბედნიერი იქნება. ბატონ ვაშა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ სახელოვან ადამიანს, იცით მეგობრებო, ბატონ ვაშა მსოფლიოს მრავალგზის ჩამოხლაცნელია, არაერთგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ამჟამად პარლამენტის წევრი, ჩვენი ქვეყნის სასახელო შვილი და რაც მთავარია, მე მახსოვს ახალგაზრდა რო ვიყავი მაშინ არაერთი უძლიერესი ადამიანი, რომელიც მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ჟურნალი იყო აღანიოკლი, მის წინაგვერდზე კეთდებოდა იური ვლასოვის სურათი, ასეთ სათაური მსოფლიოში ყველაზე უძლიერესი ადამიანი, შემდეგ ჟაბოტინსკი და ასე შემდეგ. და ამჟამად ჩვენს გვერდით არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი. ბატონ ვაშა კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მობრძანებისათვის, წალენჯიხელების თანადგომისათვის და იმ პატივისათვის, რომელსაც თქვენ წალენჯიხას მიაგებთ. გაიხარეთ. იმეს გვაქვს ძალოთ რამდენი სიტყვა კათოლიკა. მოგესალმებით, მე გახლავართ წალენჯიხის საკანონმდებლო რესპუბლიკის ხელმძღვანელი. მინდა მადლიერებით დავიწყო და მესმე მადლობა გადაგიხადოთ, როგორც კი გაჟღერდა ბატონ ილაშა ჩამოგბრძანდებაო. ესე იგი, გვაქვს ესე საერთო ჩატი სკოლების და ჩვენ ერთად და ჩავაგდეთ ჩატი და აი პროფესიული რაოდენობა და გამოხმაურება ყოვა თქვენმა ჩამოგბრძანებამ. მინდა უმეს მადლობა გადაგიხადოთ და გულანთებული ახალგაზრდები გელოდებათ ბატონ ილაშა დარბაზში. მადლობა. ბატონ ილაშა,
მოგესალმებით პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა როგორც აღმოჩნდით მეორე ჩამოსვლა ჩემი ოფიციალურად მაგრამ შეავსტურებ ჩემი დიდი სამეგობრო კონსალტინგიდან და მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყოველთვის როდესაც ჩამოვდივარ ძალიან დიდი სიტყვის სიყვარულს და ბედნიერი გუნდები ესე ვთქვათ ჩვენს დედაქალაქში მადლობას მინდა წარმატებები ვუსურვო დარწმუნებული ვარ რომ 4 ოქტომბერს გამარჯვებული ვიქნებით 64 მუნიციპალიტეტში როგორც ჩვენ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა და მოლოდინები დიდი გვაქვს და ნამდვილად ესე იქნება ბედნიერი ადამიანი ვარ რომ შეუერთდი გუნდს ქართველობას და ნამდვილად ყოველდღიურ გუნდები იმაში რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე ჩემი დიდი სპორტული კარიერის შემდეგ გადავიდე პოლიტიკაში და ვიცი რომ მოკლედ ვიტყვი მოყვა გამოყოვრება რა თქმა უნდა როგორ უნდა მაგრამ თვლი რომ ყველა ღირსეული ადამიანი ადგილი არის ზუსტად აქ სადაც ჭირდება ჩვენ საქართველოს და საქართველო არის ისეთი ძლიერი როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ რომ ერთად ყველა სიტყვას გადავლახავთ რა თქმა უნდა თქვენ ხართ ჩვენი ესე ვთქვათ ყველაზე დიდი ძალა და ჩვენზეა ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული და 4 ოქტომბერს ყველა ერთად რა დავირაზმოთ და კიდევ ერთხელ რა დავამტკიცოთ რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ შვიდგარემოში საქართველოს ის ტრადიციები რაც ჩვენ მამაპაპა დაგვიტოვა შევინარჩუნოთ და ჩვენი შვილები გაიზარდონ და იყვნენ ღირსეულები როგორც თითოეულ თქვენთაგანი ხართ და როგორიც ჩვენ გვინდა წარმატებები გისურვებთ ძალიან დიდი მადლობა და რა თქმა უნდა შეიძლება როდესაც ახალგაზრდა გადავინახე აუცილებლად შევეცდები ჩემი სპორტული მოღვაწეობიდან რჩევები მივცეთ, დარიგება მივცეთ და ჩემთვის ახლა მით უმეტეს როგორც პარლამენტის წევრი ხარ აღნიშნეთ, ასევე ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ და დღესდღეობით ჩართული ვარ ასევე პარალელურად ჩვენი ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი და ჯანსაღი ცხოვრების წესის ესე ვთქვათ უცხო ხელს ამ ყველაფერს და ვთვლი რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები, როდესაც ამ პერიოდში ჩემი ხელმძღვანელობის დროს საქართველოს ეყოლებათ კიდევ ღირსეული სპორტსმენები და ბევრი ჩემპიონები გაგვეზდება. წარმატებებს გისურვებთ ძალიან დიდი მადლობა და ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა ვიზრდეთ დიდი გამარჯვება. სოფლიო ჩემპიონი, შვიცის ევროპის ჩემპიონი ლაშა ხაძე. ეს მაგარი ბიჭი, რომელიც ჩვენს სტუმრობს, თითოეული ქართველისთვის არის მაგალითი. როგორ უნდა ატაროს საკუთარი ქვეყნის დროშა ღირსებით. როგორ უნდა ემსახუროს ეს ქვეყანას, მისი სახელი გაიტანო ქვეყნის გარეთ და შემდეგ, როცა გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები ამიდან შექმნა, მერე ემსახურო უკვე საქართველოს ღირსებას და სუვერენიტეტს და ეს არის თითოეული თქვენთაგანისთვის და ჩვენთაგანისთვის მაგალითის მომცემი რომ შრომის მოყარეობას, შრომას ყოველთვის მოაქვს ფასი და ფასი არის რომ იზრდები ჩემპიონი, როგორც ლაშა არის. გაუმარჯოთ. მერობის კანდიდატს მაგარბის კუბა საჯაიას მოусმინოთ 2 წუთი.
ბატონმა ირაკლი ბატონი ლაში მე სასახელო ადამიანი ხომეუმა არა მარტო საქართველოში მთელი საქართველო გაასწორ სოფლოს გაიტანა ჩვენი ქვეყნის ღირსება ჩვენი ქვეყანა ასახელდა ბატონი ლაშა მეორე ბრძანდება უკვე დღეს მუნიციპალიტეტში ეს თითეული ახალგაზრდის мотивация რომ შრომი კონდომები მიიწევა ყველაფერი კიდევ ერთხელ მივესალმო ბატონო რაღაც გარკვეული ხარდამჭერი ასე ვთქვათ პოლიციებმა განახორციელეს ჩვენ ყავს უამრავი სკოლა სხვადასხვა ის არის კარატე, კიკბოქსი, ბოქსი, ის არის ძიუდო და ასე შემდეგ და მცირეოდენი რაღაც საჩუქრები რომ იმ სპორტ დარბაზში მწვრთნელებს გადავცეთ რომ შემდეგ გამოიყენონ შესაძლებელი დაგვარება ეს არის კიკბოქსი ჯავა ხარჩილავას აი მთლიანად ეს აგერ ბატონი ზალი ჩაიბარებს გადავწოდო ებატონო ბატონო გურამს ბოქსი ხო Ემზარსოსელია. Ემზარსოსელია რომელი? აი, ეს ებატონო. ბატონო ემზარ, აბა, შტობაში, აი სტუდენტების ამბულანსში და სულ გამარჯვებები ქონია. ზონა გაიწია საერთოდ იმაში. აი, აიკვანდო. ადოლაში. აიკვანდოს უცეთოს. ძალიან მოდაშია. ალეჭიხაში ბევრი მიმდევარი ყავს და ასე შემდეგ. წარმატებები ქონოდა. და მამუკა ყოფილა კარატე. კარატე. ბატონ მამუკას. კარატეზე დავდიოდი ეს და აგერ არის. ბატონ მამუკა, მადლობა ყველაფერს. ბავშვებთან ასეთ და გამარჯვებები ქონოდა.